91 ფრაზულის მნა უკვე არის try on. რაც ნიშნავს მოზომებას, მოსინჯვას, ტანსაცმლის მოზომებას, ტანსაცმლის მოსინჯვას. მაგალითად, I'm gonna try these jeans on. I'm gonna try these jeans on. მე მოვიზომებ, მე მოვისინჯავ ამ შარვალს. I'm gonna try these jeans on. ანუ try on ნიშნავს მოსინჯვა, მოზომება. და შემდეგი ფრაზულის მნა არის try out, რაც უკვე ნიშნავს რაიმე ახლის გაკეთებას, რაიმე ახლის ცდას, იმ მიზნით რომ ჩვენ გავიგოთ ეს რაიმე საქმიანობა მოგვეწონება თუ არ მოგვეწონება, რომ დავიწყოთ თუ არა ეს რაიმე ახალი საქმიანობა. მაგალითად, Jim tried out for the school play. Jim tried out for the school play. რომ ჯიმმა ცადა სკოლის თეატრში თამაში, რომ ჯიმმა ცადა სკოლის სპექტაკლში, უბრალოდ მონაწილეობის მიღება, რომ ჯიმმა ცადა თავისი თავი სკოლის სპექტაკლში. აი ზუსტად ეს არის Jim tried out for the school play. ანუ try out ნიშნავს რაიმე ახლის გაკეთებას იმ მიზნით რომ ჩვენ გავიგოთ ეს ჩვენ მოგვეწონება თუ არ მოგვეწონება. და შემდეგი ფრაზულის მნა უკვე არის warm up, რაც ნიშნავს გათბობას, გახურებას და სხეულის გახურებას. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ I always warm up before I go for a run. I always warm up before I go for a run. მე ყოველთვის ვხურდები, მე ყოველთვის ვახურებ ჩემს სხეულს, სანამ წავიდოდე სარბენად. I always warm up before I go for a run. ანუ warm up ნიშნავს გახურებას, გათბობას. შემდეგი ფრაზულის მნა არის think back, რაც ნიშნავს გახსენებას. ჩვენ ხომ ვიცით რომ think ნიშნავს ფიქრს, მაგრამ აი უკვე think back ნიშნავს გახსენებას, როდესაც ჩვენ რაიმეს ვიხსენებთ ჩვენი წარსულიდან. გახსენება, მოგონება. აი მაგალითად, როდესაც ვამბობთ რომ when I think back on my childhood, I wish I had studied harder. When I think back on my childhood, I wish I had studied harder. როდესაც მე ვიგონებ, როდესაც მე ვფიქრობ, როდესაც მე ვიხსენებ ჩემ ბავშვობას, მე ვნატრობ რომ ნეტავ უკეთ მესწავლა. ანუ როდესაც მე ვფიქრობ ჩემს ბავშვობაზე, როდესაც მე ვიხსენებ ჩემს ბავშვობას, ვნატრობ რომ ნეტავი უკეთ მესწავლა. ანუ think back ნიშნავს რაიმეს გახსენებას, რაიმეს მოგონებას. და 95 ფრაზულის მნა უკვე არის think over, რაც ნიშნავს კარგად დაფიქრებას, ყურადღებით დაფიქრებას, ყურადღებით განხილვას, მხედველობაში მიღებას, კარგად დაფიქრებას იქამდე, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებდეთ. მაგალითად, I need some time to think over this proposal. I need some time to think over this proposal. მე მჭირდება ცოტაოდენი დრო, რომ კარგად დავფიქრდე ამ შემოთავაზებაზე. მე მჭირდება ცოტაოდენი დრო, რომ ამ შემოთავაზებაზე უფრო კარგად დავფიქრდე, ანუ განვიხილო, მოკლედ რომ კარგად დავფიქრდე ამ შემოთავაზებაზე. ანუ think over ნიშნავს კარგად დაფიქრებას, მხედველობაში მიღებას, ყურადღებით დაფიქრებას. 96 ფრაზულის მნა უკვე არის shop around, რაც ნიშნავს მაღაზიებში სიარულს და ფასების შედარებას. მაგალითად, I'm gonna shop around a little before I buy these shoes. მე ცოტას ვივლი მაღაზიებში, ფასებს ვნახავ, ფასებს ერთმანეთს შევადარებ, სანამ ვიყიდი ამ ფეხსაცმელებს. I'm gonna shop around a little before I buy these shoes. ანუ ცოტას მაღაზიებში გავივლი, ფასებს ვნახავ, შევადარებ, იქამდე სანამ ამ ფეხსაცმელებს ვიყიდი. და 97 ფრაზულის მნა უკვე არის work out, რომელსაც აქვს ორი მნიშვნელობა. პირველი, work out ნიშნავს ვარჯიშს, მაგალითად, I work out twice a week. მე ვარჯიშობ ორჯერ კვირაში. I work out twice a week. მე ვარჯიშობ ორჯერ კვირაში. და მეორე, work out
ასევე ნიშნავს წარმატებულობას, რაიმეს გამოსვლას, რაიმე საქმე რომ გამოგვივა, ან რომ ვიტყვით რომ აი გამოგვივიდა, ჩვენმა გეგმამ იმუშავა, ჩვენ ეს გამოგვივა, ჩვენი პროექტი გამოვა და ასე შემდეგ. ანუ work out არის წარმატებულობა, როდესაც რაიმე გამოგვივა, რაიმეს მივაღწევთ, რაიმე გეგმა გამოგვივა. მაგალითად, our plans worked out well. ანუ ჩვენმა გეგმებმა იმუშავა, ჩვენმა გეგმებმა გაამართლა, ჩვენი გეგმები გამოგვივიდა. აი ეს არის work out. რაიმე გეგმის წარმატებით გამოსვლა. და შემდეგი ფრაზულისმნა უკვე არის stand around, რაც ნიშნავს უბრალოდ დგომას და არაფრის კეთებას. უბრალოდ დგომას. მაგალითად, he was standing around listening to music as he was waiting for the bus. He was standing around listening to music as he was waiting for the bus. ანუ ის უბრალოდ იდგა და უსმენდა მუსიკებს, ანუ ის იდგა და არაფერს არ აკეთებდა სხვას, უბრალოდ იდგა და უსმენდა მუსიკებს და თან ავტობუსს ელოდებოდა. ანუ როდესაც ის ავტობუსს ელოდებოდა, უბრალოდ იდგა და უსმენდა მუსიკებს. აი ეს არის stand around. ანუ უბრალოდ დგომა და არაფრის კეთება. და შემდეგი ფრაზულისმნა უკვე არის stand by, რაც ნიშნავს მხრის დაჭერას. მაგალითად, he always stands by me. He always stands by me. რაც ნიშნავს რომ ის მე ყოველთვის მიჭერს მხარს. ანუ stand by არის მხრის დაჭერა. და 91 ფრაზულისმნა არის stand out. რაც ნიშნავს გამორჩევას, როდესაც ვინმე გამოირჩევა სადმე, როდესაც ვინმე გამოირჩევა სხვებს შორის. აი მაგალითად, Barbara's blue hair really makes her stand out. Barbara's blue hair really makes her stand out. რაც ნიშნავს რომ ბარბარას ლურჯი თმა მას გამოარჩევს, ან რომ ბარბარას ლურჯი თმა მას სხვებში გამოარჩევს. ანუ როდესაც სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევი, აი ეს არის stand out. Barbara's blue hair really makes her stand out.